კომპანია Sony ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოში ვიზუალური ხელოვნების აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ დღეს მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე Sony-ს გენერალურმა მენეჯერმა მოსაჰირო სოგამ განაცხადა. სკოლა Sony-ს ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს და მას რეგიონული დატვირთვა ექნება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში Sony-ს ლოჯისტიკური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Sony, იმიტომ რომ ამას აქვს რეგიონალური დატვირთვა, მათ აქვთ ინტერესი, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს ეთანამშრომლონ საქართველოს ცენტრის მეშვეობით. სკოლა იქნება პირველი, ესე ვთქვათ, საპილოტო პროექტი. ჩვენ ვცდილობთ აღზარდოთ და მივცეთ შესაბამისი განათლება ნიჭიერ ახალგაზრდებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვასწავლით, როგორ უნდა მოამზადონ ხარისხიანი სატელევიზიო პროგრამები და გადაიღონ ფილმები თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა HD და 3D ფორმატები.